melos elvare sagamo almas saureta. Anu, me არ ვამბობ რომ პოეზია მუსიკაა, მაგრამ პოეზია მუსიკალური ელემენტის გარეშე ეს არის მშრალი ტექსტი. პოეზია რიტმულობისა და პირველადი ელემენტების გარეშე, რითაც ის შემოვიდა ჩვენს მეხსიერებაში, ის კარგავს თავის მთავარ ატრიბუტს. Thomas Stearns Eliot-ი, რომელიც გენიალური თეთრი ლექსის ვერლიბრის დიდოსტატი იყო, ის ამბობს, ნებისმიერი ვერლიბრი უნდა ატარებდეს თავის თავში კონვენციური, ანუ ბოლო რიტმოვანი, ანუ რიტმული, მეტრული ლექსის აჩრდილს. ჩვენ უნდა ვხედავდეთ აი ამ წარსული კლასიკური ლექსის აჩრდილებს, როგორც სკულპტურებს, როგორც ამბებს, როგორც ბიოგრაფიებს, როგორც რიტმულ და მეტრულ აჩრდილებს უნდა ატარებდეს. ის ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი აი იმ ტალღებისგან, იმ რიტმისგან, იმ მელოსისგან, რაც თავისთავად დევს ენაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან არადამაჯერებელია თავისთავად ჰარმონიული ლექსი. ჩვენ როდესაც გარეთ ვიყურებით, ჩვენს ბუნებაში ვიყურებით, როდესაც ვუყურებთ ლუცუბიძის პლატოს სიტყვაზე, ვუყურებთ რაღაცა იმებს, რა ქვია, მანქანის გამონაბოლქვებს, მანქანებს, მოძრაობას, შუქნიშანს, მეტროს, თვითმფრინავებს. აქ თითქოს იმდენად დანგრეულები ვართ და იმდენად ვერ მოვიცვავთ ამ სამყაროს ჩვენ შეგრძნებებში და ჩვენ ფიქრებში. ძალიან მარტოა, ხო ამ დროს ადამიანი, ხო? პირიქით ამ დროს აი ამ ურბანისტულ გარემოში, აი ამ დიდ ქალაქების გარემოში, აი ამ დიდ ურბანისტულ ტექნოკრატიულ გარემოში ადამიანი ხშირად მუსიკით იცავს, ხომ თავს? აი ადამიანები გაიკეთებენ ხოლმე როგორ ქვია ამას? ყურცასმენებს გაიკეთებენ ხოლმე და საკუთარი მელოდიით, პირადი მელოდიით იცავენ თავს გარე სამყაროსგან. აი ამ მოუწესრიგებელი, დაულაგებელი დიდი მონსტრი, ტექნოლოგიური მონსტრისგან, ურბანული მონსტრისგან, სადაც არავინ არ გვიცნობს, სადაც ყველაფერი გვემუქრება, სადაც ერთი შუქნიშანი თუ გავმაზეთ, შეიძლება მანქანამ გაგვიტანოს. აი ამ ხმაურში ჩვენ რატომ ვიკეთებთ აიპოდს რა, მარტო მოდაშია თუ გვიხდება თუ რა? რატომ მოგწონს ის რომ ყურში ჩვენი მუსიკა გვესმის? ის რაღაც ჩვენ მელოდიურ დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ ხმას უსვამს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მუსიკა. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი კონკრეტული რიტმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის დღეღამის რიტმი, გაღვიძების, სუნთქვის, ემოციის, ბრაზის, სიყვარულის, ჭამის, ძილის და ასე შემდეგ რიტმი. სიყვარულის და ადამიანთან შეხვედრის. ჩვენ ეს რიტმი განსაზღვრავს ჩვენს მოთხოვნილებას, ჩვენს სურვილებს განსაზღვრავს. ჩვენ ამ რიტმში ვცხოვრობთ. მაგრამ როდესაც უამრავ ასეთ გარემოში ვართ გატყორცლები, ჩვენ გვჭირდება საკუთარი მელოდიის, საკუთარი რიტმულობის შენარჩუნება. თქვენ დამიჯერეთ, რომ სოფელში რომ იყოთ ტყეში, ყურცასმენებს არ გაიკეთებთ. არ მგონია დაგჭირდეთ ეს. ძალიან ცოტა ხნით ალბათ. იმიტომ რომ თქვენი რიტმი თქვენ იქ უკეთ გესმით. თქვენ რიტმში არავინ არ ახდენს, თქვენ მელოდიაში, თქვენს მუსიკაში არავინ არ ახდენს ექსპანსიას. ისე როგორც ეს შეიძლება მოხდეს ქალაქში და დიდ ურბანულ და მეგაპოლისის გარემოებში. აი, სწორედ ყურცასმენები არა მარტო ასე ვთქვათ ტექნოლოგიური მიღწევა, არამედ ადამიანის ფსიქიკური აუცილებლობაც, მისი შინაგანი მელოდიის დაცვის სურვილი. თუ თქვენ მარტო ცხოვრობთ სახლში, არ არიან მშობლები, რომლებიც ნერვებს გიშლიან და გეუნებიან ჩაუწეთ მუსიკას. თქვენ ხო ხმამაღლა ჩართავთ მუსიკას და თუ მეზობელი არ არის, რომელიც ასე ვთქვათ შეიძლება პოლიციას გამოუძახოს თქვენი მუსიკის გამო. თქვენ ხო მოусმენთ მას. ანუ თქვენ ნაკლებად ხართ, ასე ვთქვათ, მოწყვლადნი თქვენი მელოდიის დაკარგვისგან, თქვენი პირადი რიტმის დაკარგვისგან. რაში გეხმარებათ თქვენ მუსიკა, რომელსაც უსმენთ? რას გაძლევთ ის? ის გაძლევთ მე შეგრძნებას, ის გაძლევთ თითქოს რაღაცა საბურველს, მელოდიურ საბურველს, რომელშიც თქვენ ხართ გახოვული და რომელშიც უკვე ხელშეუხებელი ხართ, რომელშიც უკვე ძლიერი ხართ, რომლითაც მოდიხართ ქუჩაში და თქვენ აღარაფერი გეხებათ. ეს არ არის მარტო მომხმარებლობა. ეს არის ფუნქციონალური მუსიკა. ის იცავს თქვენს ინდივიდუალობას. ათქვეფილ, ერთფეროვან თუ მრავალფეროვან ქალაქში და მეგაპოლისში თქვენი
თქვენს ხურცასმენებში მოსმენილი მუსიკა იცავს თქვენს ინდივიდუალობას. დამიჯერეთ ეს ნამდვილად ასეა. თქვენ ხართ განსხვავებულები, თქვენ ხართ ინდივიდუალურები, როდესაც თქვენ ყურში ისმის მხოლოდ მუსიკა და არსად სხვაგან. ეს მუსიკა ისმის თქვენს შიგნით, აბსოლუტურად თქვენს შიგნით ისმის. პოეზია არის გრძელვადიანი ასეთი მუსიკა, რომელიც ადამიანს ეხმარება შინაგანი რიტმის, შინაგანი მელოდიის შენარჩუნებაში. ადამიანი, რომელიც პოეტურ ტექსტებს ეურთიერთება ღრმად და ახლოს, მისი შინაგანი რიტმი და მისი შინაგანი მელოდია არ არის დარღვეული. აი მაგათაც ნოვალისი ამბობდა, ავადმყოფობა სხვა არაფერია თუ არა მუსიკალური პრობლემა. ძალიან უცნაური, ერთი შეხედვით სრულად უცნაური და გაუგებარია, მაგრამ მას თუ ჩაუღრმავდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ეს არის ერთადერთი ჰარმონიული მდგომარეობა, მუსიკალური ჰარმონიული მდგომარეობა საკუთარ ფსიქიკაში და სხეულში, მაშინ მიხვდებით, რომ ამ არსებობს უამრავი ავადმყოფობა და ჯანმრთელობა არსებობს ერთი. ერთი გადაცდენაც კი აი ამ ჰარმონიიდან, ამ ერთი ჯანმრთელობიდან ნიშნავს მუსიკალურ რღვევას, ადამიანის შინაგანი მელოსის, შინაგანი მუსიკალურობის რღვევას. და მართლაც ნებისმიერი ავადმყოფობა, მე ვფიქრობ, ეს არის ადამიანის პირადი მუსიკალური პრობლემა. თუ მუსიკას შევხედავთ ჩვენ აი ამ კუთხით, მაშინ მიხვდებით, რომ მუსიკა ყველაზე, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალური, ყველა სიცოცხლესთან ყველაზე ახლო მდგომი ელემენტია.